მოგესალმებით მეგობრებო. დარწმუნებული ვარ, მადლობა გადაუხადეთ უფალს თქვენს ცხოვრებაში ახალი დღისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მუდმივად ვაქვეყნებთ სიახლეებს, რომლებმაც შესაძლოა პრობლემებით დაგღალოთ. მაგრამ დამიჯერეთ. ღმერთი ნებისმიერ პრობლემას წყვეტს. თუ თქვენი გული და სული ღია სხვების დასახმარებლად, ყოველთვის არის ადგილი სასწავლებისთვის და ისინი მართლაც ხდება. დღეს შემთხვევით წავაწყდი ერთ-ერთი გაზეთის სტატიას, სადაც შეჯამებულია უფასო სასადილოების საქმიანობა. მილიონები იქნა მითვისებული. პროდუქტები ჩამოიწერებოდა. ხოლო გაჭირვებული ადამიანები ჭამდნენ ნარჩენებს, რომლებსაც ბევრი ცხოველიც კი არ მიეკარებოდა. თქვენ ეს უნდა იცოდეთ. და უნდა იცოდეთ ისიც, რომ როცა მე ორჯერ ვიყავი კიევის მერი, პირველ რიგში მოვიარე ყველა ბავშვთა სახლი და ყველა სასადილო და უსახლკარო ადამიანებისთვის შევქმენი, როგორც ევრონიუსი წერდა, ფაქტობრივად სასახლე. სიძულვილის ნიშნად, როგორც მე ამას ვუწოდებ, საბჭოთა ხელისუფლებისადმი. ეს ყველაფერი პოსტსაბჭოთა წარმოდგენებია, თითქოს ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ნორმალური არსებობისთვის საჭირო საშუალებები, არა ისეთი, როგორიც აქვთ მათ, ვინც დღეს ეხმარება ფონდს. არ არიან ადამიანები, თითქოს ისინი საზოგადოების ნარჩენები არიან. ეს სიწრუეა. ასე არ არის. ინგლისში მეფე და დედოფალი წელიწადში ორჯერ, მათ შორის ახალწელსაც, ღამეს ატარებენ უსახლკაროებთან ერთად, კოცონებთან. მიირთმევენ იმავე სასადილოებში, სადაც უსახლკაროები ჭამენ. მეც ჩემს სასადილოში ვჭამდი. ძალიან კარგი სასადილო მქონდა და სხვათა შორის ძალიან კარგი საკვები მქონდა ღარიბი ადამიანებისთვის. საქართველოში ერთ პერიოდში თბილისში 5,000 ადამიანს კვებავდი. როდესაც ასეთ საზიზღრობებს ვკითხულობ, იმდენი საშინელება მაქვს ნანახი, მაგალითად, ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში, სადაც ღამის გასათევი იყო მოწყობილი. ადმინისტრაცია უსახლკაროებს ღამის გასათევად $5 ართმევდა. ისინი ამ ფულს პაულობდნენ და იხდიდნენ. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს, იღებს საკმარის ანაზღაურებას იმისთვის, რომ ადამიანურად იცხოვროს, გამოკვებოს თავისი შვილები, უყიდოს მათ ტანსაცმელი, სათამაშოები. როგორ უყურებენ ამ ყველაფერს მათი ხელმძღვანელები, რომლებიც ძალიან ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილდებიან. ნუ თუ საერთოდ არ აქვთ გული ან სული. არ აქვთ. და მე ასეთი ადამიანები მინახავს. მათ მართლაც არ აქვთ გული. ისინი ღმერთს არ იცნობენ. დადიან ეკლესიაში, იწერენ პირჯვარს, ემთხოვიან წმინდათა ნაწილებს, მაგრამ მაინც არც რწმენა, არც იმედი, არც სიყვარული, არც ღმერთის შიში და არც მასზე მინდობა, როგორც ბიბლიაში ამბობს უფალი, არ უჩნდებათ. დღეს მოგიყვებით, უფრო მთავრობისთვის ვსაუბრობ, როგორც მრჩეველი. ამას სიამოვნებით ვაკეთებ და არ ვაკრიტიკებ, რადგან როგორც ჩანს, ეს ადამიანები უბრალოდ ნაკლებად განათლებულები არიან. მათ არ იციან, როგორ ხდება ეს დასავლეთში. ზოგიერთ დაწესებულებას კონკურსის წესით კერძო პირებს გადავცემდი. თუ ადამიანს სურს კეთილი საქმის კეთება, ასეთი ბევრი არის. ბევრიც მწერს, მე მინდა. თუ გინდა, მაშინ იქნება კომისია. მაგალითად, არ ვიცი რომელიმე რაიონულ საბჭოსთან ან მერიასთან. კონკურსის შედეგებითა და სოციალურ ქსელებში ხალხის ხმებით. საქართველო პატარა ქვეყანაა. ყველა ერთმანეთს იცნობს. ირჩევენ იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია სხვისი ტკივილის შეგრძნება. სხვისი, არა საკუთარის. საკუთარი ტკივილი მარტივია, თიც გაიჭრი და მაშინ ვეგრძნობ. გარბი ხარ სამკურნალო საშუალების მოსაძებნად. მაგრამ გრძნობენ სხვის ტკივილს. ვინც ვერასდროს გაბედავს მოპაროს იმას, ვისაც საერთოდ არაფერი აქვს. არ მისცემენ გაჭირვებულს ისეთ საკვებს, რომელსაც ღორიც კი არ შეჭამდა. დიახ, შეიძლება გადაეცეს კერძო ხელში, სრულად ან ნაწილობრივ, გარკვეული საინვესტიციო გარანტიებით. თუმცა საქართველოში ალბათ ძნელია ასეთი ინვესტორების პოვნა. მაგრამ მაინც მინიმუმ უნდა ჩაბარდეს პატიოსან და ღირსეულ ადამიანებს. მე თავადაც სიამოვნებით მივიღებდი ასეთ კომისიაში მონაწილეობას. არაფერს ვითხოვ, ასეთ საქმიანობას აღარ ვეწევი. ასაკიც აღარ მიწყობს ხელს, თუმცა დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი სასადილოს.
მქონდა ორი საბავშვო ბაღი, მაგრამ იყო ერთი ჯანდაცვის მინისტრი უკრაინული გვარით. მაპატიეთ, მაგრამ უგუნური ადამიანი იყო. ბოდიშს ვიხდი. მან დაიწყო ჩემს წინააღმდეგ ერთი მეორის მიყოლებით სარჩელების წარდგენა. ფონდის, რა თქმა უნდა, პირადად ჩემს წინააღმდეგ. მე რა შუაში ვარ. მიზეზი კი ის იყო, რომ ჩვენ სასადილოსა და საზოგადოებრივ სივრცეში სათვალთვალო კამერები დავაყენეთ. მე ვიღებდი ბავშვებს მხოლოდ 12 წლამდე. ნახეთ რა ხდება სახელმწიფო ან თუნდაც არასახელმწიფო ბავშვთა სახლებში, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. იქ იღებენ ვისაც მოესურვებათ. პირველ რიგში ქუჩიდან ბავშვების პირდაპირ მიღება არ შეიძლება. ცოტა თემას გადავუხვევ, მაგრამ ეს თქვენთვის მაინც საინტერესოა. ასეთ ბავშვებს არსებულ დაწესებულებებში მოაქვთ ცუდი ჩვევები, მაგალითად, როგორ იყნოსონ წებო, როგორ გამოიყენონ ნარკოტიკული ნივთიერებები, სვან ალკოჰოლი, მოწიონ და ასე შემდეგ. ასევე შედიან ნაადრევ სქესობრივ ურთიერთობებში. ვიცი, რომ ერთ-ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციაში, კარიტასში 14 წლის გოგონა დაფეხმძიმდა. ამიტომ თავიდანვე ვამბობდი, რომ მხოლოდ 12 წლამდე ბავშვების მიღება შემეძლო. მაგრამ მინისტრს ამის მოსმენაც კი არ სურდა, რადგან 12 წლამდე ასაკში ბიჭებისა და გოგონების ორგანიზმში ჰორმონები ჯერ კიდევ ისე აქტიურად არ მოქმედებს. ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ. მაგრამ ეს ისეთი ცოდვა, რომელიც შეიძლება პატიებული იყოს, რადგან უფალმა მოგვცა სიცოცხლე და არ დაგხოცა მაშინ, როცა ქალმა გველის მიერ მიცემული ვაშლი შეჭამა. მას ეს პრობლემები ესმოდა. სანამ ახალგაზრდები ვართ, ყველაფერი ხდება. გვიყვარდება, გრძნობა მიდის. ხვდებით ერთმანეთს, ვეხვევით. მერე მოდის დრო. როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ, მაგრამ უკვე ხვდები, რომ ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე ბავშვები და მათი აღზრდა, ეს ყველაფერი უმნიშვნელოვანესია. შემდეგ კი, ასე გამოვიდა. და მე დავხურე, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მცოდნო და მზარეული ხელთათმანებს თუ ატარებს. თან ეს ყველაფერი ჩემი ფულით კეთდებოდა. ერთი სახლი თბილისში მქონდა, მეორე ზღვისპირეთში, ქობულეთში, რომ ხშირად ჩავსულიყავი მანდ. ვეთამაშებოდი ბავშვებს ჟაშს, ჭადრაკს. მინდოდა მენახა, რომ მთელი პერსონალი თეთრ ხალათებში იყო და მათზე არ იყო ცხიმის, ყავის ან ჩაის ლაქები. ამას მე ვაკონტროლებდი. მაგრამ ასევე დავნიშნე ერთი ადამიანი, რომელიც კომპიუტერთან იჯდა და აკვირდებოდა, როგორ იქცეოდა პერსონალი. ბავშვებს შეიძლება ეთამაშათ და ეხმაურათ, მაგრამ ზედმეტი არაფერია დასაშვები. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როცა პატარა ბავშვი ჩავარდა მდუღარე წყლით სავსე დიდ ქვაბში და დაიწვა. დიახ, მე ისინი დავხურე. ახლა სად არიან ეს ბავშვები? თითოეულ სახლში 30 ბავშვი ცხოვრობდა. ჩვენ კი რაობდით მათთვის მასწავლებლებს, ვამზადებდით მათ სწავლისთვის. ახლა სხვათა შორის მინდა თითოეულ წარჩინებულ მოსწავლეს, ბიჭსაც და გოგოსაც $100 გადავუხადო. იმიტომ რომ კარგი სწავლა, შესანიშნავი სწავლა ახასიათებს ამბიციურ ადამიანს. უმაღლესი შეფასებები მხოლოდ ცოდნას არ ნიშნავს. მე თვითონ არ მქონდა მაღალი ნიშნები კლასში ჩავში კიდეც, მაგრამ ხარკოვის იურიდიული ინსტიტუტი წარჩინებით დავამთავრე და პირველი დავიცავი დისერტაცია. არც ერთმა წარჩინებულმა არ დაიწვა, მე კი დავიცავი. დიახ, ეს ამბიციაა. ასე რომ მნიშვნელოვანია არ გამოგჩეს მომენტი, რომ ეს ბავშვი არ წავიდეს სარდაფებში, ცუდ გარემოში. დიახ, საჭიროა გარკვეული კონტროლი. სწორედ ამიტომ მინდა გადავუხადო $100. მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს და ვუთხარი, მომეცით წარჩინებული მოსწავლეების ბაზა. მათ კი მითხრეს, ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. არსებობს სოციალური კონტროლის შესახებ კანონი. მოკლედ ეს შესაძლებელია მხოლოდ მშობლების თანხმობით. დიახ, ჩვენ ნებართვას ავიღებთ. თქვენ მოგვაწოდეთ სია, განა 14 წლიანი მუშაობის განმავლობაში არ დავიმსახურეთ, მაინც ვიცოდეთ, ვინ სწავლობს კარგად. რა არის ამაში ცუდი? მივიღებდით მონაცემებს, რომ ეს ბიჭი წარჩინებულია და რას გავაკეთებდით ამით. ასეთი მინისტრი იყო. ახლა კი ჯანდაცვის სამინისტროში უკვე სხვა, რომელიც სიას არ გვაძლევს. და აი ისინი. კარგი, ეს ცხოვრებისეული წვრილმანებია. მიეცით სასადილოები კერძო პირებს. ჩაატარეთ ტენდერი. მოიწვიეთ ავსტრიელები, ვინც გინდათ. არსებობს უამრავი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლებიც სიამოვნებით ჩაიბარებდნენ ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურას, რომლებიც ათასობით სოციალურად დაუცველ ადამიანთან მუშაობს. ისინი ამას უფასოდ გააკეთებდნენ. მაგრამ არა. იქ ხომ ფულია. იქ ბიუჯეტია. ბიუჯეტში მილიონები, მილიარდებია გამოყოფილი პურისთვის, კარტოფილისთვის, ყველაფრისთვის. მაგრამ კარტოფილი ყოველთვის კარგი არ გამოდის. არც ხილია ისეთი, არც სხვა ყველაფერი, იმიტომ რომ ეს სახელმწიფო საფუძველზე კეთდება და ის ყოველთვის ქურდულია.
საქართველოს არ გულისხმობ. ალბათ საქართველოს შემთხვევაში სხვანაირადაა. ამიტომ სამწუხაროა ასეთი რამის წაკითხვა. მაგრამ კარგია რომ ისინი KGB-მ დააპატიმრა. თუმცა ეს KGB-ს საქმე არ არის, ეს მილიციის, პოლიციის საქმეა. ვერ ხვდები როგორ შეიძლება ადამიანი ასე დაეცეს. სად არის მისი სული? რა თქმა უნდა, მას არც იმქვეყნიური სიცოცხლის სჯერა. მაგრამ ისეთ ანასოფლელების დასანახად, ის ეკლესიაშიც დადის. რა თქმა უნდა. საშინელებაა. ალბათ რაღაც შეიცვლება. თითოეული გამოსვლა, დასაბამიდან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. მე მოხუცი ადამიანი ვარ, უფლება მაქვს ვილაპარაკო, ვამბობ იმას, რაც ვიცი. რაც არ ვიცი, არ ვამბობ. ყველას წარმატებას გისურვებთ. დაფიქრდით იმაზე, რაც ვთქვი, განსაკუთრებით რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა. გჭირდებათ საკონსულტაციო დახმარება, სიამოვნებით გაგიწევთ. და აუცილებლად ვინც ამ გადაცემას უსმენს, დაურეკეთ თქვენს მშობლებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათ სურთ თქვენი ხმის გაგონება. სურთ იცოდნენ, როგორ მიდის თქვენი საქმეები და თქვენ ვალდებულნი ხართ ეს გააკეთოთ, რადგან ბიბლიაში